საქმე რა, გულის სიღრმეში რომ ჩავიხედოთ, ყველამ განურჩევლად ყველაფრისა, ვიცით რომ არსებობს ორი გზა, პოლიტიკური პარტია როცა ხარ ოპოზიციაში, როცა ხარ და ისედაც ზოგადად რომ არ იყო პარტიული პარტიული ხო აღარ არის, მაგრამ აი პარტიული ტიპი რო ხარ, ძალიან მარტივად ვიტყვი რა. ორნაირი გზა არსებობს. ერთი არის რომ შენ ხარ სისტემური ტექნიკური ოპოზიციების მსურველი, ოღონდ შეიძლება ეგეც არ მოგცენ მაგის ნება, იმიტომ რომ შეიძლება პარტიას მაინც აუქმებენ იმ პარტიებს, რომლებიც ივანიშვილის თამაში შევიდნენ. ერთი არის რომ უბრალოდ აცხადებ რომ მე პარტიული ინფრასტრუქტურა უნდა გადავარჩინო, ეხლა რამდენად გადაარჩინე ეგეც სხვა საკითხია და ეს რამდენად რეალურია, მაგრამ ერთი ორი გზა არის და ერთი არის რომ შენ ვთქვი რომ ამ დიქტატურის პირობებში, რომელიც 29 აპრილს დაანონსა ივანიშვილმა რომ აღარ დასავლეთი იქნება ამ ქვეყანაში, აღარ დასავლური გრანტები იქნება, აღარ სხვა შემაკავებელი ფაქტორი იქნება ივანიშვილის დიქტატორული მიდრეკილებების და რაც გამოაჩინა ათეულობით ადამიანი დააკავა, მისი მომხრეები აქ იარაღი დარბიან რესტორნებში და არიჭერენ და ჩვენი ბიჭები რა ვიცი ხო ფოთლის როლებს გაურკვეველი მიმართულებით არავის არ მოხვედრია და მაგის გამო 2 წელი თუ სვამეთ ციხეში ხო? ანუ ამ პირობებში